გამოშვებას ვიწყებთ ცოტა ხნის წინ სააგენტოებით გავრცელებული ინფორმაციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ამ დრომდე დაუდასტურებელი ცნობით გია ჭანტურიამ შესაბამისი განცხადება თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მიზეზად კი რეორგანიზაცია დაასახელა. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ არხიდან ჟურნალისტების შემცირებაც იგეგმება. ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ცდილობს დეტალების დადგენას. ის პირველი არხის ტერიტორიაზე მუშაობს. ნოდარ, დასტურდება თუ არა ინფორმაცია გენერალური დირექტორის გადადგომის შესახებ? დიახტამთა ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში პირველი არხის თანამშრომლები არ ადასტურებენ, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ პირად საუბრებში ისინი აცხადებენ, რომ გია ჭანტურიამ თანამდებობა მართლაც დატოვა, მან დღეს განცხადება დაწერა ამასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გადაწყვეტილება თანამშრომლებისთვის არ უთქვავს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მის თანაშემწესაც, რომელიც აქ პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახეთ, როგორც იგი აცხადებს, იგი ამ ინფორმაციას გია ჭანტურიას მიერ განცხადების დაწერასთან დაკავშირებით ვერ დაგვიდასტურებს დღეს, თუმცა შესაძლებელია ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდეს. გია ჭანტურია ამ წუთებში არ იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის თავად ტელევიზიის შენობაში, სამუშაო დრო ამოეწურა და მან უკვე ტელევიზია დატოვა. ტელევიზიიდან იგი წავიდა, თუმცა გადადგომასთან დაკავშირებით მას ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე შემოვიარე რაღაც სხვა საქმეზე და ვერ გეტყვით ნამდვილად. არა, არ დიდია ტელევიზია და ხა ესე ინფორმაცია არ აქვს ალბათ. წავიდა უკვე, აღარ არის. განცხადება დაწერა თუ არა? არავინ არ იცის, ჯერ ეს არა. თქვენ სახელმწიფო დიდი ხანი არ გაგრძელდება ეს ამბავი, გაირკვევა რა. ეს არის ის განცხადება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ტელეკამერებთან აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ გუშინ თათბირზე გახდა მათთვის ცნობილი, რომ გია ჭანტურია გეგმავდა და თანამშრომლების გარკვეულ რამდენიმე ათობით თანამშრომლის განთავისუფლებას სამსახურიდან და ასევე ხელფასების შემცირებას, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხვალ გეგმავდნენ გაფიცვას და სწორედ ამას მოყვა დღეს გია ჭანტურიას მიერ განცხადების დაწერა, თუმცა ამაზე თავად ტელევიზიის თანამშრომლები მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ და პირად საუბრებში საუბრობენ ჩვენთან. დანოდარ, სანამ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, მე მინდა კითხო ასევე კიდევ ერთი ტელევიზიის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მთელი დღე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია. გულისხმობ ტელეკომპანია რუსთავიორს, ანუ ვრცელდებოდა ცნობა, რომ იქ ხელფასები შეამცირეს, ამის გამო ჟურნალისტების ნაწილი დღეს გადაღებებზე არ წასულა. დასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია და რა ხდება რუსთავიორში? დიახტამთა ამასთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს და რუსთავიორის თანამშრომლებს 30%-ით შეუმცირეს ხელფასები, ასევე დღის მთავარი 12 საათიანი გამოშვება წაიყვანა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა დიანა ჯოჯუამ, ასევე დღეს არც ერთ ანონსი, არც ერთ გადაღებაზე არ გამოჩენილა თავად რუსთავიორის ჟურნალისტები, თუმცა უკვე 3 საათიანი კურიერის გასვლის პერიოდში კი უკვე ჟურნალისტებმა პირდაპირი ჩართვებიც გააკეთეს და წამყვანიც უკვე იყო დღის ამ ინფორმაციასაც ჩვენთან საუბარში თავად ჟურნალისტები არ ადასტურებდნენ, თუმცა ფაქტი იყო ერთი, რომ დღეს არც ერთი ჟურნალისტი, რუსთავიორის არც ერთი ჟურნალისტი დილის ანონსებზე არ ვიყოფებოდა, ანუ დილის გადაღებებზე. გმადლობთ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირველი არხიდან პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე დაუდასტურებელი ინფორმაციით თანამდებობიდან გადადგა პირველი არხის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია.